მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასებო, მოგეკითხავთ სულ ყველას დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად? პირველ რიგში უმთავრესი, ყველაზე მნიშვნელოვანი მადლობით მინდა დავიწყო თითოეულ თქვენთაგან ჩემოსაყვარლებო, დიდი მადლობა ლაიქისთვის, ნდობისთვის, SMS-ისთვის, კომენტარისთვის, მცირე დროისთვის, რასაც თქვენ უთმობთ ჩემს გვერდს, ხო? YouTube არხია ეს თუ TikTok გვერდი არ აქვს მნიშვნელობა არანაირი და პლუს ამას ვინც პირადში მწერთ. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მთავარი მადლიერება ჩემოსაყვარლებო, იმიტომ რომ მადლიერების გარეშე ჩათვალეთ, რომ არც мотиваცია მექნება, არც ხალისი მექნება, არც განწყობა მექნება, არაფერი არ გვექნება, ხო? მადლიერება ზოგადად რა არის, როგორ ყველაზე დიდი ცოდაო, ხო, უმადურობაო რო იტყვიან განა, იმიტომ რომ ვინმესგან რამეს ელოდება, არა, უბრალოდ რაღაცა ის სიკეთის სხივი, ის რაღაცა მცირედი, რომელსაც ერთმანეთის მიმართ გამოვხატავთ, როგორც შეგვიძლია, ეს არის ჩემთვის ყველაზე ძვირადღირებული და მთავარი საფასური, მთავარი განძი, იმიტომ რომ მადლიერებაზე ძვირფას ცხოვრებაში არაფერი არ არის შემოკარგებო და ყველაზე დასაფასებელი არის ეს გრძნობა, რაც არ უნდა ვთქვათ სიკეთე ვაკეთოთ, ხო? ვთქვათ ვიღაცა იმსახურებს იმ სიკეთეს, ძალიან გაჭირვებულია, ყველანაირად გვერდში გავართელი ცხოვრება, მაგრამ ნახეთ, 2 დღე ხედავს და მე აბსოლუტურად დავიწყდება. ჩათვალეთ, რომ იმ ყველაფერს ხას უსმევს, მაგრამ სიკეთე, რომელიც შეიძლება ადამიანს ცოტა ამოყათეჭიროს თავი, ხო, არ გამოხატავდეს დიდად, რომ თქვენი მადლიერია, მაგრამ შინაგანად ღვივის, შინაგანად გამოხატავს, ჩათვალეთ, რომ 100 ჯერ მეტი და 1000 ჯერ მეტი გაქვთ გაკეთებული და მეტად დაგიბრუნდებათ ის სიკეთე, ის თითოეული, არ ვიცი, მცირედი, მე არა მაქვს მატერიალური არ იგულისხმობთ, ის მცირედი რაღაცა გაუჭირდა, უცბად გვერდში დაუდექი, რაღაცა მოუნდა, რაღაცა უცბად რაღაცის გახარება უნდა, რაღაცა, რა ვიცი მე, ფილმზე ოცნებობდა, თეატრზე ოცნებობდა, რაღაცა ადგილზე წასვლაზე ოცნებობდა და რაღაც მცირედი გავუკეთეთ, ხო? და ეს ადამიანი რომ იმას დაინახავს მთელი ცხოვრება, ჩათვალეთ, რომ ამაზე დიდი სიკეთე არ არსებობს ცხოვრებაში და მადლიერებაზე დიდი და ძვირფასი არაფერი არ არის. რაც გაგიკეთებიათ, რასაც აკეთებთ და რასაც კიდევ გააკეთებთ. ამიტომ არასდროს ინანოთ მადლიერება, არავის და არასდროს არ დააყვედროთ, რასაც აკეთებთ, იმას აკეთებთ გულით და სულით და რა თქმა უნდა ეს კარგად მიხვდებით, რატო გავამახვილე ამაზე ყურადღება, ჩვენი გაშლა იქნება ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს და თქვენ თვითონვე მიხვდებით და ყველამ კარგად ვიცით, ვის რა გვაქვს და როგორ გვაქვს გაკეთებული საყვარელი ადამიანების მიმართ, ხო? და რა დაინახა, რა არ დაინახა, არ ელოდოთ. უფალი ისედაც დაინახავს, სამყარო ისედაც დაინახავს, დაგიბრუნდებათ. უბრალოდ ხო, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მეც ბევრჯერ წამომცლია ცრემლი ამის გამო, განა იმიტომ რომ დავიხარჯე, არა, იმიტომ არა, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, ის მცირედით ვერ დავანახე, რაც მეთოდა. ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორის სახელი და გვარი კიდევ და კიდევ განსაკუთრებული და დიდი მადლობა ჩემს ემიგრანტებს, ჩემო ძვირფასებო, მიყვარხართ ყველანი ძალიან და იწუ ხელღამისაფსაცე მომივიდა მესიჯი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით. მადლობა ამ გოგონამ მომწერა, რომ ხო, ალბათ თავიდან ხო იცი როგორც გონია ყველას გვეჩქარება, მაგრამ ეგრე მარტივად არ ხდება, ყველაფერს სჭირდება დრო. ხო, მე არ მეკობრობ, შავმაგელთან შეიძლება ვიმეკობრო ეს ადამიანურ პოზიციაში, მაგრამ არ თანამშრომლობ არანაირად, მივუყვები კანონის გზას, სწორ გზას, სამყაროსულ გზას, რასაც დამანახებს და რაც სწორია გავაკეთებ იმას და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს სჭირდება დრო. ერთ დღეში და 2 დღეში ვერავინ ძალით ვერ დაგიბრუნდებათ, ხო, ამ ყველაფერს სჭირდება რა, მოთმინება, დამუშავება და პროცესები. და შესაბამისად მეც თქვენთან ერთად მილოდია, მეც თქვენთან ერთად გამივლია და მე ესე არ გიყვებით, ესე შორიდან რომ რა ქვია, ლექტორივით, ხო? რაც გამივლია, იმას გიყვებით ხოლმე საჯარო გაშლებში.
ყველაზე მთავარი კიდე ჩემო ძვირფასებო, როგორც კი იგრძნობთ, რომ გაშლა რეზონირებადია, გადმოდით პირად, იმიტომ რომ ნახოთ, ხო გაინტერესებთ ნახოთ ჩემთან პირადი კონსულტაცია, ორი ფასია, ერთი ხმოვანებით, ერთი ვიდეო კონსულტაცია და რა თქმა უნდა, ვიდეო კონსულტაციაზე ძალიან დიდი ენერგია, დროც ძალიან დიდი მიდის, აი იმ დღეს გოგონასთან მომიწევს 2 საათ ნახევარი, შესაბამისად, ხო, მე ვთვლი, რომ რაღაცა, აი რაღაც ფინანსებზე არც უნდა იყოს ყურადღების გამახვილება, როდესაც ამხელა ენერგიას ვდებ. მოკლედ, ჩაიფიქრეთ თქვენი საყვარელი ადამიანის სახელი და გვარი. შეგიძლიათ დაწეროთ და აპაუზოთ ვიდეო. შემდგომ ორი ერკანი ამოხდა, საინტერესოა. ამ ადამიანის სიტუაცია ახლა რა ხდება, ენერგიები, სიტუაცია. შემდგომ თქვენთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება. ენატრებით თუ არა ამ ადამიანს. კიდევ ენატრებით თუ არა ამ ადამიანს. კიდე მესამე ენატრებით თუ არა ამ ადამიანს. რა ვნახოთ რა გუჩის ტარო. მეც თქვენთან ერთად მაინტერესებს. აი დასტის ფონი. ოპა. ოპა, რა ხდება ენერგიები. ხო, პირველ რიგში გადავხედოთ ენერგიებს და პირველ რიგში გადავხედოთ სიტუაციებს, ახლა თქვენთან ერთად ნახავ. აი მე როგორი გაორება, ღმერთო, როგორი გაორება თქვენი თვალით ნახეთ რა. ვინა გააბრაზეთ თქვენ თუ იმან მიგიყვანათ იმ დონეზე რომ არ ვიცი თქვენ გეთქვათ რაღაცაც დაუპირისპირდით ერთმანეთს არ ვიცი აი დაირია სიტუაციები თავდაყირადად ყველაფერი მაგრამ ცხრიანი ხვლებით იწყება ჩემო ძვირფასებო გაშლა რო გითხრათ ეხლა რომ ეს ადამიანი დაფრინავს და კმაყოფილია მოგატყუებთ არა არ იმყოფება კარგად მე ამას მოგატყუებთ რო გითხრათ რომ კარგად არის საკმაოდ განიცდის საკმაოდ რთულ სიტუაციაში ხა კიდევ რომ ვისაც ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს ის ნუ ჩავიფიქრებთ ხო აქ არის სიტუაცია როდესაც რაღაც დაპაუზებულია როდესაც რაღაცა დასრულების ეტაპზე ოღონდ ვერ ვიგებ დასრულდა თუ არ დასრულდა ხო გრძელდება თუ არ გრძელდება და ყველაზე მთავარი ადამიანი არის თავში ხელებს შემორტყმული ადამიანის ენერგიები იმყოფება მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად რაღაც თვითონ გამარჯვების, აი მაგარი ბიჭის როლი ითამაშა მამაკაცებო, ვინც მიყურებთ საპირისპირო შეგიძლიათ შემოატრიალოთ. უცბად ჩამოიკიდა, უცბად მემაპატიეთ გვიანია უკვე ჩემთან, უცბად ესე გაჩერდა, უცბად გაორდა, აი ყველაფერი თავდაყირა დაუდგა და გაჩერებულ სიტუაციაში, ოღონდ უკვე თავზე ხელებს შემორტყმულ სიტუაციაში იმყოფება ჩემო ძვირფასებო და მე რო გითხრათ რომ ეს ადამიანი კარგად არის, საკმაოდ განიცდის, საკმაოდ რთულად არის, მოხდა რა თქმა უნდა ის რაც მოხდა, რთული სიტუაციები, გაურკვეველი მდგომარეობა, არ ვიცი ზოგმა დუმილით ზოგი დუმილით დაშორდა, ზოგი ისე წავიდა ხო, ნუ არა უხსნა არაფერი და გაურკვეველ მდგომარეობაში თავდაყირა მდგომარეობაში ხდება ეხა რაც ხდება. ნახოთ, თქვენთან დაკავშირებით მისი დამოკიდებულება. აუ, როგორი კვერთხების მეფე მყავს და კვერთხების მეფით ადამიანი, რომელსაც თქვენთან დაკავშირებით ძალიან დიდი შეგრძნებები, ენერგიები, ემოციები, არ ვიცი, სექსუალური კუთხე აქ იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაცა საოცარი თანხმობა გქონდათ, მოდი პირდაპირ ვიტყვი, ხო, ინტიმურ კონტექსტში და იდეალურად ეწყობოდით ერთმანეთს და ვიცით ჩვენ რომ მაქსიმალური, აი როგორ გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ რომ ხა შეიძლება ზოგი გამოისარჩიოს და დამწერს კომენტარები, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, როდესაც გრძნობარი, მე არ გულისხმობ სექსი, შეიძლება ბევრთან გქონდეს ადამიანს. აქ არის, როდესაც გრძნობასთან ერთად არის ინტიმური ურთიერთობა და რომელიც თანხმედრაშია, რომელიც საოცარ ემოციებშია, რომელიც საოცარ შეგრძნებებში, იმიტომ რომ კაცი, რომელიც კვერთხების მეფედ გრძნობს თქვენთან თავს და გრძნობდა. ეს ესე მარტივად არ წავიდოდა, ესე ხარიხარალოზე არ წავიდოდა, ნუ იყო რა თქმა უნდა, მიზეზები ხა ამაზე პირადში უნდა მომიყვეთ, ხო?
მოდით გეტყვით პირადში ჩემთან ვინც არის კონსულტაციაზე. კიდევ ვიმეორებ ჯერ ვუსმენ მათ და მერე ვიწყებ კონსულტაციას. ამიტომ ეს მინდა გაიაზროთ და იცოდეთ, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი, თქვენ წახვედით, არ ვიცი ის წავით და თქვენ თავში შეიხედეთ და მიხვდებით, კოშკის არკანი ყველაფერი თავზე ჩამოუხობილი, თავზე ჩამონგრეული და ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი დაასრულდა. ნახოთ, ენატრებით თუ არა ადამიანს საშინლად. საშინლად ენატრებით და რა მაგარი შეგრძნებაა ჩემო ძვირფასებო, აი არ ვიცი, შოქში ვარ. ძალიან დიდი ემოცია, ძალიან დიდი მონატრება, პირდაპირ დამიჯდათ ასებით დედოფალი და ვარსკვლავის საოცარი მონატრება აქვს, საოცარი შეგრძნება აქვს. არ ვიცი, ოჯახის წევრად მიგიჩნევდათ ეს ადამიანი, არ ყველაფერი ერთად, აი თქვენი თვალით მინდა დაინახოთ იმპერატრიცა თავის მომავალ შვილის დედად, რა ვიცი მე, ან ხო, თუ იყო საუბარი ამ თემაზე, ახ გიქვავდათ, ადამიანისთვის საოცრება პირველად გამიჯდა იმპერატრიცა და ქურუმი ერთად. აქ არ არის მესამე პირია, არაფერ შუაში არ არის, მე რაღაცა ეჭვები მქონდა, მაგრამ არ არის, გამორიცხეთ მესამე პირი. ეხლა ვისთანაც მესამე პირები იყო, ისინი არ ჩამიხდეთ, ხო? რო არის, როცა არის, იმათზე არ არის ეს გაშლა. რაღაცები შეიძლება აკრიფოთ, მაგრამ თქვენზე არ არის ეს გაშლა. აქ არის ძალიან დიდ ღრმა ურთიერთობაზე, რომელიც გაკავშირებდათ და ესე მოულოდნელად რაღაცა უცბად რაღაცნაირად გავიდა და თავის თავში ჩაიკეტა. ჩემო ძვირფასებო, იმპერატრიცა პლუს ამას ქურუმი ქალის თვისებები გაქვთ. იმპერატრიცა და ქურუმი ქალის თვისება ერთად ჩათვალეთ, რომ ვერც ერთი ქალი ვერ გაჯობებს. 10 ქალის ფასი მარტო აი ეს გონება და შეგნება გაქვთ. 10 ქალის ფასი მარტო აი ეს ინტუიცია გაქვთ, რაც იმპერატრიცას და ქურუმს აქვთ. არ ვიცი, ვიზეთ რეზონირდება, არ ვიცი, აი მინდა რომ გაგიცნოთ, შეიძლება ჩემი კოლეგები ხართ, უკვე რაღაცნაირად ტაროს სწავლობთ ან აპირებთ, ხო, გეცოდინებათ, ეხლა ჩემთან ფასტაკლება არის. სადღაც ივნისის 10-მდე მექნება ტაროს შესწავლაზე ფასტაკლება, შეგიძლიათ გადმოგწანდეთ და მომმართოთ. საოცრებაა ჩემო ძვირფასებო, მე თვითონაც შოქში ვარ. აი ხვარი რომ ამომსვლია, ხო? ხა იმპერატრიცა მithქვია და ქურუმი ქალით მithქვია მესამე პირი. არა, ერთში ხართ, ერთ ფაზაში ხართ, ერთად ხართ, ყველაფერი ერთად ხართ ამ კაცისთვის. არ ვიცი ამ კაცს რა მიეცით, არ ვიცი ამ კაცს რა ემოცია მიეცით, არ ვიცი ამ კაცს რა არ ვიცი როგორი ინტიმური, ხო, ხა მოდით ვაღიაროთ კაცს, რო აძლევ იმას, რაც მნიშვნელოვანია, კიდევ მე ხა ზოგმა შეიძლება გაიგოს რაღაცა არაადეკვატურად არა. როდესაც მიყვარს ვაძლევ ყველაფერს, ეხლა ვაღიაროთ ქალები ვართ, კაცებო, ვინც მისმენთ. კი ბატონო, ზუსტად მიხვდებით რას გულისხმობთ და ვინც გააზრებით და ადეკვატურად ფიქრობთ, ზუსტად მიხვდებით. კაც, რომელსაც ვაძლევთ იმას, რაც ჭირდება, ჩათვალეთ, რომ ასეთი კაცები თქვენგან ვერ მიდიან. შეიძლება გარკვეული პერიოდი აი ესე რაღაცა ჩაიჩეხონ და ცხრიანის ხლებში თავის თავში ჩაიკეტონ და თავში ხელებს შემორტყმული იყვნენ, მაგრამ მონატრების კუთხით, შეგრძნების კუთხით, გახსენების კუთხით, ინტუიციის კუთხით, აი თუ რაიმე დადებითია, ყველაფერი ახსენდება თქვენთან. გავგიჟდი, მონატრება არის საოცრება, ჩემო ძვირფასებო, პირდაპირ ამოვიდა. ნახეთ როგორ აკული ნატკენი. ნახეთ როგორი განერვიულებულია, რა მოხდა, რამე დაემართა და არიცით. და არ გქონიათ კონტაქტი. ნახეთ როგორი მონატრება არის, რაღაც საოცარი პირიქით ნაწყენია თქვენზე, განერვიულებულია. ძალიან თქვენთან დაკავშირებით, არ ვიცი, ადამიანი ძალიან განერვიულებულია თქვენთან დაკავშირებით. ნახოთ აქ მონატრება იმხელა, ბარემ გრძნობებიც მივაყოლოთ, მაინტერესებს რა ხდება. აი ეჭვიც არ მეპარებოდ, აი ვგიჟდები ხალხო პირად კონსულტაციას, როდესაც ბოდიში საჯარო კონსულტაციას, როდესაც ვშლი და როდესაც ვშლი პირად საკითხზე ეს დასკრინეთ თუ გინდათ, არ ვიცი, შეინახეთ საოცრება, ნახეთ როგორი გრძნობებია. იმპერატორია, ერთადერთი ქალი ხართ, ვისთანაც იმპერატორად გრძნობდა თავს. ერთადერთი ქალბატონი ხართ, ფიზიკურად ვერავისთან, სურო ყირაზე დადგეს, სურო მილიონ ქალთან იყოს, რასაც თქვენ აძლევდით, იმას ვერავისგან ვერ მიიღებს. ნახეთ რას მიხვდა? ნახეთ რა გაიაზრა, უბრალოდ გვიან გაიაზრა, შეიძლება ზოგთან დაგვიანებული არ იყოს, ზოგთან დაგვიანებული იყოს და უკვე სხვა ურთიერთობაში იყოს. ამიტომ ზეპირად როგორ გითხრათ, გადმობრძანდით პირად, აი თქვენს მაგივრად მართლა დედას გეფცები, მე მაინტერესებს. გადმოდით პირადში, არ არის ხა ჩემთან პირადი კონსულტაცია, ისეთ საგანგაშოფაცი ვიღაცამ ვერ შეძლოს. ხა ვიღაცა ცუდად არ ვიძახი, მაგრამ ტაროლოგი 5 წამიან ხმოვანს თუ აგზავნის და იმ ხელა თანხებს არიცხინებს, ჩემთან მარტო საათნახევრიანია და საათიანია გაშლა. გნებავთ ხმოვანებით, გნებავთ ვიდეოს არით და აი უბრალოდ შეხედეთ, შოქში ვარ. აი მეც თქვენთან ერთად რა, იმიტომ რომ ხო, მოდი ვაღიარებ, მეც ჩავიფიქრე თქვენთან ერთად და აი მართლა საოცრება, შოქში ვარ, ოღონდ მართლა რამხელა
რამხელა ემოცია, რამხელა მონატრება, რამხელა შეგრძნება, უბრალოდ ყველაზე მთავარი რა არის, ნახეთ, რო არ ველოდით. არც მე არ ველოდი, არც თქვენ ალბათ ვინც მიყურებთ, ხო? რო გაინტერესებდათ რა ხდებოდა, შეხედეთ რამხელა გრძნობაზეა საუბარი, შეხედეთ რამხელა ემოციაზეა საუბარი. მამაკაცისთვის იმპერატრიცა და ქურუმი ერთად ხართ, ჩემო კარგებო, ფიზიკურად სულ რომ გაიხეს შუაზე, სულ რომ მოიაროთ სოფლიო, იმ ენერგიას ვერ მიიღებთ, რასაც თქვენ აძლევდით. აი ეს არის, ეს კოზირი გიჭერიათ თქვენ, ჩემო კარგებო, იმიტომ აქვს გულინატკენი, ძალიან გულნატკენია, ძალიან თავის თავში მიჩქმალულია, ძალიან ჩაკეტილია. ნახეთ რა, რამხელა მონატრება და რამხელა შეგრძნებებზე. აი უბრალოდ, აი რჩევა ამოვიღო თუ არა ვფიქრობ, მაგრამ რადგან ამოვატრიალე, დავალაგე უпростоრად ბარემ ამოვატრიალებ და ვთქვათ, აი მართლა დედას გეფიცებით ესე გვიან, ეხლა ვინც უყურებთ, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად დაგეძინებათ რა, იმიტომ რომ ძალიან ემოციური გაშლა არის და რაღაცა აი პირდაპირ გულთან მოსასვლელია. ანუ შეიძლება ტვინით რაღაცას, როგორ არა ტვინით ვფიქრობთ, ვიაზრებთ, მაგრამ ეს შემთხვევაა, რომ უკვე მე ვფიქრობ, რომ ვეღარ აჯობებს მის თავს, ვეღარ აჯობებს მის გონებას და აქ უკვე გული გადაწონის გონებას, მე ესე ვფიქრობ. აუცილებლად მინდა ვნახო, არ ვაპირებდი რჩევა სანამ წავიკითხავ, აქ მილაგია რჩევა, ქმედება რა ექნება ამ ადამიანს და ექნება თუ არა ქმედება. თქვენთან ერთად ტრანსფორმაციები დაიწყო, გარდამტეხი სიტუაციები დაიწყო და ყველაზე საოცრება რა არის, ნახეთ, ჯერჯერობით მაინც განდეგილი სიტუაცია სიმსახურებს ინარჩუნებს. მე ვფიქრობ, არ არის გამორიცხული აქ კონკრეტულად სამყარო თქვენგანით ხოვდეს რამეს. შეიძლება თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ხوار ჯობია რომ გადმოხვიდეთ, ნახოთ პირადში რა ხდება, იმიტომ რომ ნახეთ გასაღები, რომელიც ამ ადამიანს თავთან უდევს და აი ერთ წამში შეუძლია გააღოს ეს კარი, ვერ ხედავს. ნახეთ როგორ განიცდის, ნახეთ როგორ მდგომარეობაშია ისმის სახში თუა და კედელთან არის ატუზული თუ საწოლში წევს თუ საწევს, ფაქტია აი ესეთ მდგომარეობაში იმყოფება თავთან აქ გასაღები, რომელსაც ვერ პოულობს, მაგრამ ყველაზე მთავარი სამყაროსეულად ხართ დაკავშირებული, ჩემო ძვირფასებო ერთად. ესე მარტივად სულ რო თქვათ, რომ ხვალე სხვაზე, ხვალმე სხვას გავიცნობ და მილიონია TikTok-ია, Facebook-ია, Instagram-ია, არა ჩემო ძვირფასებო, არა და არა. მილიონიც რო გაიცნოთ, ეგ იქნება დროებითი, ეგ იქნება იმპულსური და წამოხვალ და მაინც ამ ადამიანზე ჯერჯერობით, აი ყველაზე მთავარი სწორად მინდა გაიგოთ, ეხა ცოტა რომ ეხა იმდენად აჟიტირებული ვარ და თქვენ მაგივრად დედას გეფცებით, ისე გამიხარდა რომ აი რაღაცა ძალიან ზემოდი, ეხა ცოტა სერიოზულად რო ვთქვათ, ნახეთ, ეხა და ჩამოვყალიბდეთ და დავაჯამოთ, ხო? სიტუაცია, რომელიც დაიწყო თავში ხელებს შემორტყმული. საშინელი მდგომარეობით, ძალიან ცუდად ყოფნით, ჩამოკიდებული კაცით და გაჩერებული მდგომარეობით, გაურებით, რომელსაც ადამიანმა ვერ გაიგო, ადამიანი ვერ იგებს რა უნდა, ვერ გაიაზრა რა ხდება. კი ბატონო, თქვენგანაც ეწყინა რამე, მისგანაც გეწყინათ. რაღაცა იყო აქ, რა თქმა უნდა, დაძაბულობა, შეხლა, შემოხლა, შეიძლება ორომტრიალიც, მაგრამ ყველაზე მთავარი, აქ იმხელა გრძნობა, აქ იმხელა ენერგია, აქ იმხელა სიტუაცია და ინტუიციებია. გამორიცხეთ, რომ ეს ადამიანი მარტივად წავიდეს თქვენთან, არც კი ოცნებოდ. უბრალოდ ჯერჯერობით ინარჩუნებს განდეგილის პოზიცია, სამყაროსეულად ხართ დაკავშირებული, გასაღები აგეთ თავთან უდევს და ვერ პოულობს, იმიტომ რომ ტრანსფორმაცია აქ და თვითონაც აი ისეთ რას ვფიქრობ, შეიძლება თავიდან ძალიან ისე დაიწყეთ ურთიერთობა ლაითად და არ ელოდა, რომ ესე გადავიდო და სერიოზულში. და ბოდიში და ეგ ეტირა ყოფა, ხო? რო არ ელოდა, არ მინდოდა ამ სიტყვის თქვა, მაგრამ ზუსტად ერთი ჭიჭდება ეს სიტყვა, მაგრამ ხო, ანუ აი ამ მდგომარეობით, აი ამ სიტუაციით ერთადერთი რჩევა, რაც მინდა გითხრათ და ტარო რაც გეუბნებათ, მაქსიმალური სიძლიერე შეინარჩუნეთ. მაქსიმალურად ძლიერი, მაქსიმალურად გაწონასწორებული, კიდევ იმეორებ, ხა მე აქ ვერ გეუბნებით, როდესაც ეს მდგომარეობა თან იმპერატორი, თან ეს შეგრძნებები, თან ეს ეიფორია, აი არ მინდა რომ არასწორად გითხრათ რამე, ეხა იმიტომ ვიზახი, პირადში კიდე სხვა სიტუაცია. პირადში ნახეთ, როდესაც საჯაროდან გადმოდიხარ, პირდაპირ აქედან ამ საკითხით უნდა დავიწყოთ. აქ იმიტომ რომ აქ რეზონირდა და ამ საკითხით უნდა დავიწყოთ და გადავიდეთ შემდგომ საკითხებზე, ხო? ამიტომ სიძლიერე შევინარჩუნოთ, გამძლეობა, აი ეს რაღაცა სიმყარე, ქალურია ეს თუ გინდათ კაცები, ვინც მოყურებთ, ცოტა ესე ძლიერეთ, მაგრამ თავის დაფასება და თავმოყვარეობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სამუდამოდ დავკარგოთ, ხო? შეიძლება სამყარო თქვენგან ითხოვს რაღაცას, შეიძლება სამყარო რაღაცა მინიშნებებს, თუნდაც მე არ გეუბნებით კისერზე ჩამოიკიდეთ ვინმეს, არა. პირველ რიგში მე არ მოგცემთ ამის უფლებას,
იყოს უბრალოდ რაღაცა პატარ-პატარა ნიუანსები, რომლითაც შეიძლება რომ ადამიანი აი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ საკმაოდ დიდ გართულებებში და სიტუაციებში, არ ვიცი, თავის პრობლემები აქვს, არ ვიცი, ფინანსური, არ ვიცი, ოჯახის, ანუ ახლა ყველაფერი ხდება, ხო? მილიონი ადამიანი, რავი, რამდენი ბოლო ჩემ ვიდეოს ჰქონდა, რამდენი 18,000 ნახვა. ანუ ნახეთ, ამას არა, ეს ბოლოს 9,000 მაგის წინ. ანუ ნახეთ რა თქმა უნდა, ამიტომ ეხა ამ ადამიანებიდან შეიძლება მაქსიმუმ 100 რეზონირდეს, ამიტომ ზუსტად მინდა გაიაზროთ, სწორად მინდა გაიაზროთ და სწორად გადმოხვიდეთ პირად კონსულტაციაზე. საოცარი გაშლა იყო, ჩემო ძვირფასებო, თანაც ეგვიან, მე გულახდილად გეტყვით, ძალიან კარგად დამეძინება და იმედი მაქვს, რომ თქვენ ძალიან კარგად დაგეძინებათ და მშვიდად დაგეძინებათ, მაგრამ ისედაც მიხვდებით ალბათ და იაზრებთ, რომ ეს არის სიტუაცია, სადაც სასწრაფოდ უნდა გადმოვიდეთ პირად გაშლაზე, იმიტომ რომ თუ დახმარება ჭირდება, უნდა დაგეხმაროთ, თუ არ ჭირდება, უნდა გავჩერდეთ და როგორ გავჩერდეთ, ეგეც უნდა გითხრათ, შესაბამისად გელოდებით. თორემ მთლიანობაში იყოს აი საოცარი გაშლა, იმიტომ არ მიყვარს სუდად არ ვიძახი, არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ყველა მის თავის თვითონიცის, ყოველდღიურად იმიტომ არ მაქვს საჯარო გაშლები, ჯერ ის რომ მართლა არ მცალია უმუშაობ, მე მოდივარ კონსულტაციები, მე რიტუალები, პლუს ამას იცით, რომ დაცვაზე უმუშაობ, პირად საკითხებზე უმუშაობ და ესე მარტივი არ არის, ხო, ხან ღამებს ვათენებ. ამიტომ ნახეთ, მაგრამ რა კუთხით არის, ნახე, ცოტა გვიან ჩაწერა ვიდეოების კარგი, რომ აი ნახეთ როგორ ზუსტად დაგვისვა. ეხლა მე რო გუშინ წინ ჩავწერე, გუშინ კიდე ჩამეწერა, დილას კიდე, ხო, საერთოდ სხვა რამეს დაგვისვავდა. შეიძლება მიახლოებით დაესვა, მაგრამ აგურევდა, არა. აი ეს რამდენიმე დღე შუალედ იდეალურია. იმიტომ რომ ზუსტად ერთ-ერთში დაგვისვა სიტუაცია, ძალიან მომეწონა იმპერატორი ამას ვერ დაკარგავთ, არც ეს ადამიანი აპირებს რომ დაკარგოთ, ეს წოდეთ, მაგრამ უბრალოდ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ხელის წაშველება სჭირდება. ეს იყო ჩემო ძვირფასებო, საოცრად ენატრებით კი არა, არ ვიცი, შეიძლება რა ვიცი, ფანჯრიდან გადმოხდეს, მოვარდეს, არ ვიცი, მან განსახლთან გაჩერდეს, ნუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ენატრებით და ნახოთ უბრალოდ თქვენც რაც მოიმოქმედებთ, ნახოთ უბრალოდ ესეც როგორ გადახარშავს აი ამ ტრანსფორმაციებს და როგორ გაივლის ამ გზას და ამ განდეგილიდან როდის გამობრძანდება და როდის ინებებს გამოსულს და თქვენამდე მოსულს დაველოდოთ და ყოველ შემთხვევაში დაახლოებით პასუხს მაინც პირად გაშლაში გეტყვით, რა დრო უნდა ველოდოთ. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან, სოლოდები კომენტარებს, ვიზეც რეზონირდა, ვიზეც ნუ არ რეზონირდა, მაგრამ მოეწონა გაშლა და გელოდებით YouTube-ზე წერთ კომენტარში წერიეთ ჩემი ნომერი WhatsApp-ი, Viber, Telegram-ი, ხოლო TikTok-ზე წერთ პირადში, მე თვითონ გამატებთ. ან მე ჩემ ნომერს მოგწერთ და დამამატებთ თქვენ. ეხლა დამაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა და განსაკუთრებული მოკითხვა კიდევ და კიდევ ჩემ ემიგრანტებს. დროებით.